აბა შეგნა ართრ ოლიმპიურ აბა პურპირას ნათარი იაჩთი გამარჯობა დღეს მე მინდა ვისაუბრო სპორტის შესახებ ოლიმპიური სპორტი საქართველოში ოლიმპიური სპორტი ძალიან პოპულარულია ქვეყანა განსაკუთრებით ძლიერია საბრძოლო სპორტებში მაგალითად ჭიდაობა, ჯიუდო და ძალოსნობა. ასევე არის სხვა სპორტებიც, მაგალითად ფეხბურთი, კუნდური, ჩოგბურთი, ინდივიდუალური ზამთრის სპორტები, მაგალითად თხილამურები და თხილამურები. საქართველოს სპორტში რაღაცა მოხდა. აი ნაბაშად შეეს. საქართველოს ბაშად შენდევ. აი ცინანაგრაფა. აჰა. ოლიმპიური სპორტი საქართველოში ოლიმპიური სპორტი ძალიან პოპულარულია, ქვეყანა განსაკუთრებით ძლიერია საბრძოლო სპორტები, მაგალითად ჭიდაობა, ჯიუდო და ძალოსნობა. ასევე არის სხვა სპორტებიც, ფეხბურთი, კუნდური, ჩოგბურთი, ინდივიდუალური ზამთრის სპორტები, მაგალითად თხილამურები. საქართველოს ოლიმპიადებზე ხშირად იღებს მეტალებს. არჩეული სპორტი, მაგალითად ჯიუდო როგორ არის, კატეგორია, სახეობა, დისციპლინა. სპორტი ჯიუდო კატეგორია. საბრძოლო სპორტი დისციპლინა ზონითი კატეგორიები, მაგალითად ეს არის როგორ კილოგრამი, უნდა იყოს 60 კილოგრამი, 73 კილოგრამი და 90 კილოგრამი და ასე შემდეგ. ისტორია და პოპულარობა ჯიუდო საქართველოში პოპულარული გახდა დიდი ხნის წინ. ბავშვები პატარა ასაკიდან იწყებენ ვარჯიშს. ბევრი სპორტის სკოლა საქართველოში ჯიუდო ძალიან პოპულარული სპორტია დღესაც. ცნობილი სპორტსმენები ლაშა ბაქაური ძალიან ძლიერი სპორტსმენია, ოლიმპიური ჩემპიონი, ძალიან წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენი. ზურაბ ბივიატური პირველი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოსთვის და ვარლამ ლიმპერტლიანი. ბევრი საერთაშორისო ჯეშიბრში აქვს მეტალები. ჯიუდო საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი სპორტია, ქვეყანა ხშირად იგებს ოლიმპიური მეტალებს სწორედ ჯიუდოში. მადლობა ყურადღებისთვის.